მოგესალმებით, ეთერშია მოამბე დღის მთავარ ამბებს მოამბის ჟურნალისტებთან ერთად მე სოფო მოსიძეგი ამბობთ. ბათუმში დაკავებული იუსუფ ლაკაევი იმ პირთა სიაშია, რომლებიც სოჭის ოლიმპიადისათვის საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთი სია ოლიმპიადის უსაფრთხოების ოპერატიულმა შტაბმა გამოაქვეყნა. 91 საშიშ ადამიანს შორის ლაკაევი 51 ადგილზეა. რუსული მხარის ინფორმაციით ამ სიაში მოხვდნენ ისინი, ვინც ექსტრემისტულ საქმიანობაში და ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილები. ქართულმა საზოგადოებამ ლაკაევის გვარსახელი რამოდენიმე დღის წინ გაიგო, როდესაც ამ უკანასკნელმა ორ თანამზრახველთან ერთად ბათუმში 2 ადამიანი დაჭრა. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლაკაევსა და მასთან ერთად დაკავებულ წულუკიძესა და დახუნტარიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა თავად ლაკაევი პროცესზე არ იმყოფებოდა, ის დაჭრილია და საავადმყოფოში კურნალობს. მოამბე დაინტერესდა, ვინ არის იუსუფ ლაკაევი და რატომ იმალება აჭარაში. ალლაჰუ აკბარ! სასამართლოს შენობა თემურ ბახუტარიძემ დღეს ამ სიტყვებით დატოვა და სხდომის დაწყებამდე შენობაში ამ შეძახილით შევიდა. მას ფირუზ სულუკიძეს და იუსუფ ლაკაევს მოსამართლის გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულ იუსუფ ლაკაევის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნას პატიმრობა ბრალდებულ ფირუზ სულუკიძის პატიმრობის ხვალისადმი დაიწყოს 2013 წლის 13 სექტემბრის 22 საათისა და 10 წუთიდან. თუმცა არც სულუკიძე და არც ბახუტარიძე დანაშაულს არ აღიარებენ და ლაკაევთან კავშირს უარყოფენ. სასამართლოს სხდომაზე მათ მხოლოდ ის აღიარეს, რომ ლაკაევსთან გაურკვეველი ნივთი ჰქონდა, თუმცა იყო თუ არა ის ცეცხლსასროლი იარაღი არ ადასტურებენ. სულუკიძე ცალსახად აცხადებს, რომ რაღაც საეჭვო ნივთი დავინახე, როგორც ასეთი მას ლაკაევს არ ამოუღია და მათთვის არ უჩვენებია. იმ მომენტში ჩემი ძმაც ეხლა თემურის, როდესაც ეს შეხვედრა მოხდა, მაგრამ არც თემური მიცოდა ამ ადამიანის ვინაობა და არც ჩემაცობაში დარწმუნებული ვარ. თემურ ბახუნტარიძეს ყავს მუსლიმი მეგობრები რუსეთში, როგორც რუსეთში, ასევე სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს და ერთ-ერთმა მეგობარმა იმის მეშვეობით თხოვა, რომ ამ სტომარს დახვდო, მეტი არაფერი. სხდომას არ დასწრებია თავად იუსუფ ლაკაევი. ის დაკავებისას მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მკურნალობს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. საჭირო იყო, რომ ესე გადაადგილება მომხდარიყო წოლით მდგომარეობაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არც მისთვის და არც სამართლიანებისთვის ზოგადად ეს არ იქნებოდა მიზანშეწონილი, იმიტომ რომ პაციენტი მწოლიარია. რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევი 1988 წელს ჩეჩნეთშია დაბადებული. გროზნოში განმარტავენ, რომ ისიც მოჭიდავეა და დაუდასტურებელი ინფორმაციით პრობლემები სამართალდამცველებთან არ ჰქონია. თუმცა მიუხედავად ამისა, სწორედ ამ სახელისა და გვარის პირადი მონაცემების მქონე პირი რუსეთის ძალოვანი უწყებების მიერ სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველ 91 კაციან ნუსხაში ფიგურირებს. ლაკაევი იუსუფი მაირ ალიევიჩი დაბადებული 1988 წლის 8 მარტს გროზნოში. მისი მონაცემები ამ ნუსხაში ვარსკვლავით არის აღნიშნული, რაც რუსი ძალოვნების განმარტებით აღნიშნავს ამ პირების კავშირს ტერორიზმთან, ექსტრემისტულ საქმიანობასა და ტერორისტული საქმიანობის ფინანსირებაში. ამ ნუსხის ობიექტურობასა და გავრცელებულ ინფორმაციაში თითქოს ლაკაევის დაკავება რუსული სპეცსამსახურების მოთხოვნით განხორციელდა, თავად რუს ექსპერტებს ეჭვი შეაქვთ. ასეთი სიები ხშირ შემთხვევაში დგება არამართლა სახელმწიფოებრივი საკითხების, არამედ უფრო პირადი ანგარიშწორების მიზნით. მათში სახელმწიფოს მტრის სტატუსით ხვდებიან ადამიანები, რომელთა ლეგალურად მოშორების სხვა საშუალება აღარ რჩება. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი იმის გამო დააკავეს, რომ რუსულ კონსპირაციულ ნუსხაში აღმოჩნდა. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს და მერე გამოჩნდა სოჭის საკითხიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით კი ლაკაევის დაკავებისას ამოღებული პირადი დოკუმენტაცია რუსის სამართალდამცველების მიერ შედგენილ ნუსხაში არსებული პირის მონაცემებს ემთხვევა, თუმცა მის იდენტურობას მხოლოდ გამოძიება დაადგენს. მოამბე მონაცემების გადასამოწმებლად ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა უწყებასაც მიმართა, თუმცა ამისთვის მათ დრო მოითხოვეს. ამ ეტაპზე ვერანაირი ინფორმაციას ვერ გავცემთ. საქართველოს მხრიდან აქამდე არანაირი მომართვა არ ყოფილა. ინფორმაციის დასაზუსტებლად დრო გვჭირდება. ქართული ექსპერტები ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში საქართველოში ლაკაევის ვიზიტის რამდენიმე შესაძლო ვერსიაზე საუბრობენ. თუ ის თურქეთში მართლა მიდიოდა, მაშინ აქ სხვა ვითარებაა და მას უბრალოდ ტრანზიტი სჭირდებოდა თავისი, ასე ვთქვათ, მუსულმანი მეგობრების მეშვეობით. თუ ის აპირებდა აჭარის ტერიტორიაზე დარჩენას, მაშინ შეგვიძლია განვიხილოთ, რომ ის აქ აყალიბებდა რაღაცა ჯგუფებას, რომელიც შესაძლოა მომავალში ოლიმპიადის წინააღმდეგაც კი ყოფილიყო გამოყენა. შეიძლება გადასვლა უნდა და შეიძლება დარჩენა უნდა და შეიძლება დავალებას ელოდებოდა, შეიძლება როგორც მეგობარი ისე ჩამოვიდა მეგობრებთან რამოდენიმე დღით შავ ზღვაზე დასასვენებლად.
ყველა ვერსია, არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება. იუსუფ ლაკაევი პოლიციელებმა ბათუმში შეერაღებული დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. ინციდენტის შედეგად ადგილზე თავად ლაკაევი პოლიციელი და შემთხვევით გამლელი დაიჭრა. სამართალდამცველთა ინფორმაციით საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა და თანმხლები პირების თემურ ბახუნტარიძისა და ფირუზ ულუკიძის დახმარებით საზღვრის გვერდის ავლით თურქეთში უნდა გადასულიყო. საქმეზე გამოძიება გრძელდება.